მეუფე, აი ხალხს აინტერესებს საქართველოში ვისი იმედი შეიძლება გქონდეს ადამიანს მოსახლეობას, აი ამ მდგომარეობიდან, ამ სიტუაციიდან ვის იმედზე შეიძლება იყოს, რომ ვინ შეიძლება რომ გამოგვიყვანოს აი ამ ყველანაირი სიტუაციიდან. სანამ აზროვნებით მომწიფდებოდით, მაშინ ძალიან გვეგონა, რომ ვიღაცა კონკრეტულ პიროვნებებს შეიძლება რომ საქართველოს ესეთი არასასურველი მდგომარეობიდან გამოეყვანა. მაგრამ როდესაც პრაქტიკულად გადავხედეთ ცხოვრებასა, ბევრ პიროვნებაზე ვიყავით დაიმედებული, საერთოდ ეს უკვე მე დიდი ხანი არის, რომ ეს ამ საკითხზე მე რომ პიროვნებაზე დავამყარო იმედი, ეს უკვე გაქარწყლებული არის. და კერძოდ რამდენი პიროვნება გამოჩნდა, რომ ხოტბა დიდება შევასხით. რამდენი? და გვეგონა, რომ საქართველოს სადღაც ესე იგი სასურველ გზაზე გაიყვანდა. მაგრამ მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო ცხოვრებიდან. აი, ვინც ადამიანებზე დაიმედებულები არიან, რომ ესა თუ ეს ადამიანი ჩვენ რაღაც სიკეთეს მოგვიტანს, ღმერთის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მტკნარი ტყუილი და მე მოვიყვანდი მაგალითს ასეთი იმაში, ეს არის ცოტა დაბალი განვითარების ადამიანების თვისება არის, რომ სულ პიროვნებას უმღერიან, პიროვნებაზე არიან დაიმედებულები და თუ გადავშლით ჩვენ მე მინდოდა სად არის ერთი ვნახოთ, თუ ვნახე ახლა იერემიას აქვს ასეთი სიტყვები, ვნახოთ მაინც აი ეს არის იერემიას 17 თავის მეხუთე მუხლიდან. ასე ამბობს უფალი, წყეულია კაცი, რომელიც ადამიანებზეა დაიმედებული და ხორციელისაგან მოიცემს ზალას. უფალს კი შორდება მისი გული და იქნება შიშველივით ტრამალზე ვერ იხილავს სიკეთის მოსვლას და იცხოვრებს გადაბუდგულ უდაბნოში, მარილიან ქვეყანაში და ვერ დასახლდება. კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი და იქნება როგორც ხე დარგული წყალთან და ნაკადულთან გაუშვებს თავის ფესვებს და არ შეშინდება, როცა პაპანება დადგება და იქნება მისი ფოთლები ამწვანებული და გვალვიან წელიწადში არ შეწუხდება და არ შეწყვეტს ნაყოფის გამოღებას. საოცარი სიტყვებია. ეხლა ასე თუ ისე ეხლა მე ერთ-ერთს რა თქმა უნდა არ შეურაცხყოფ, მაგრამ არის ხოლმე რომ შეიძლება არ იყო მაშინ ისეთი განათლება დანერგული სკოლებში თუ რაღაცა, რომ იმას ვერ ვიტყვით, რომ ინდიელებს ნიჭი არა აქვს, მაგრამ ყველაფერი არის, რომ სადროდის განათლება სადროდის დაინერგა, ხო? და აი ინდიელებს ასეთი ბუნება და ასეთი შეხედულება აქვს, რომ ისინი რომელ ბელადსაც აირჩევენ, მათ ჯერათ, რომ აი ამ ბელადმა ყველაფერი იცის. ესე იგი, მათთვის უცოდინარი არაფერი არ არის. მისთვის უცოდინარი არაფერი არ არის. და რახან დარწმუნებულები იყვნენ ერთ-ერთი ტომი, თავის ბელადს უთხრეს, რომ აი ზამთარი მოდის ახლა და გითხარ, ტყვილად რომ არ ვიმუშაოთ ზედმეტი, თივა სჭირდებათ რაღაცა სასაქონლის და ყველაფერი რომ მოიმარაგოს ზამთრისთვის, გითხარ ბელადი ხარ, რომ შენ ხო ყველაფერი იცით, რომ როგორი ზამთარი იქნება. ეხლა ეს დაფიქრდა ეს ბელადი კაცო, არ იცის როგორი ზამთარი იქნება და შეწუხდა, რა გააკეთას. იქით მივიდა, აქეთ მოვიდა და ბოლოს თქვა, რომ ვერ გაიგა ნამდვილი პასუხი, უთხრა იმათა, რომ მოდი ესე იგი ვიტყვი ცუდი ზამთარი იქნება, რომ მოიმარაგან და ესე იგი უკეთესია მაგალითად ისე ვიდრე ვიტყვი, რომ კარგი ზამთარი იქნება და უთხრა, რომ ძალიან ცუდი ზამთარი იქნება. აბა გავიდნენ ეს ინდიელები და მუშაობენ და რას მუშაობენ, ამ მინდორველს მოდებულები არიან, სტიბენ რაღაცა და ეზიდებიან თავის აბინავებენ თავის ამ ჭირნახულსა და მოსავალსა და გაიხედა, რომ
ორი თვეღა დარჩა და ესე იგი თბილი ზამთარი მიდის და ეხლა იმაზე შეშინდა ეს პიროვნება ეს ბელადი რომ ეხლა მაგაზე დამიწყებენ ჩხუბსა რომ შენ რო შეგვიდიო რომ აბა ცუდი ზამთარი იქნება ხო ხედავ როგორი კარგი ზამთარი და აწრიალდა ეს პიროვნება ხამბისთან მივიდა რომ გითხარითო როგორი ზამთარი იქნებაო და მე ვიღაცა გუთხრა რომ აგერ მაღლაო თეთრკანიანებსაო სინოპტიკური სადგური აქვს და იმათ იცი ისინი გეტყვიანო ნუ ეს ადრინდელ დროზე ვამბობდი ეხლა კი კოსმოსური ხომალდები დანაკვირდებიან რა როგორი იქნება და მაშინ ესე იგი შეიძლება ერთი დღე ორი დღე გაგეგო ამინდი როგორი იქნებოდა და ეხლა გახარებული წავიდა და ავიდა იმ თაზე იმ სინოპტიკოსებთან და ეუბნება ეს ინდიელების ბელადი რომ მითხარით გენაცვალეო აი ეს ორი თვეო დარჩენი ორი თვე რაც არისო ზამთარი როგორი იქნებაო როგორი ზამთარი იქნებაო და ამე მოუთხრეს რომ ორი დღე კი გეტყოდი თუ რაღაცა მაგრამ ჩვენა დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ცუდი ზამთარი იქნებო გავხარდა ეხლა ამასა ბელადსა რომ ჩემისა ამე დადასტურდა მაგრამ მე ისევ შებრუნდა უკან და მე უთხრა კი მაგრამ საიდან გაიგეთ რომ ასეთი ამინდი იქნებო თქვენაო მაინც დაინტერესდა რაღაცა და ჩვენ იმიტომაო რომ აი ველურებსა მწერებსაო ცხოველებსაო და რაღაცა მეტი ინსტინქტი აქვს შეიცნონ ბუნებრივი მოვლენებიო და აი ეს ინდიელები ისე მაგრა შრომობდენო ემამესა მთელი ზაფხულ შემოდგომაზეო რომ ნამდვილად ცუდი ზამთარი იქნებაო და ეცინა პიროვნებას და წამოვიდა აი ადამიანებზე თუ დაეყრდნები ხო იმ ინდიელების ბელადმა სინამდვილეში არაფერი არ იწოდა იცის მხოლოდ ღმერთმა ამიტომ თუ ჩვენ მართლა ესეთი გულწრფელად და ესე კი არა შეუორგულებლად შეუეჭვებლად ღმერთზე ვიქნებოდით მინდობილი და მართლა ისე ვიმუშავედით მართლა ისე პიროვნებას შევარჩევდით რომ მართლა ღვთის რწმენა და ხალხის რწმენა ერთი ყოფილიყო ხო მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩვენს ერთსა პიროვნებაზე მარტო დაიმედება კიდევ წაგიკითხეთ თქვენა ის იერემიას იმიტანა წეული არის კაცი რომელიც ადამიანზე არის დაყრდნობილი და ადამიანისაგან ელი შემწეობა და ღმერთს ისწინდება აი ჩემი შეხედულება ესა მე არც ერთი პიროვნების არ მჯერა ნამდვილი მორწმუნე ადამიანისა რომელიც ღმერთზეა მიდობილი და ერთს მოუწოდებს რომ მომყევით ღვთის გზით როგორც მაგალითად დავუშვოთ ის იმაში არის გედეონში რო არის ხო ბიბლიაში პიროვნება გედეონმა რომელიც ყველაზე მცირე გვარის წარმომადგენელი და ყველაზე პატარა და მასთან შევიდა ანგელოზ დეუბნება გედეონ შენ უნდა იხსნაო ისრაელი მე რომელი ხსნელი ვარო კაცო მე პატარა კაცი ვარო ჯერაო ჩემი გვარი ყველაზე პატარა აქივა და იმათა შორის მე ყველაზე პატარა ვარო და მე როგორ უნდა ვიხსნაო და იხსნი შენ მე ვიქნები შენთანა იცოდა რომ ამ გედეონს სარწმუნოება ჰქონდა ძალიან ძლიერი სარწმუნოება ჰქონდა და მე ადგადა გედეონი გამოვიდა ყველა კერპები დაანგრია და ადგადა შეკრიბა 32000 მეომარი და ღმერთმა უთხრა ხმა მოესმა ემამ რაოდენობის ჯარით რო გაგამარჯვებინა იმას იტყვით რომ ესე იგი თქვენი ძალით გაიმარჯვეთ ამიტომ უთხარი მაგათ ეხლა ყველასაო ამ ჯარსაო რომ ვისაც ცოტა შიში აქვს უკან გაუშვი დარჩა 10000 კაცი 10000 კაცი ზეუბნება ეგაც ბევრიაო მაგით რო გაგამარჯვებინა და ისევ იმას იტყვით რომ ეს თქვენი ძალით გაკეთდაო და ჩაიყვანე მდინარესთან ხალხიო და დაალევინეო და რომელიც იმას პეშვით დალევსო ის გაუშვი უკანაო და რომელიც დაეწათება და 300 კაცი დარჩა ეგ მაქვს 300 კაცით გაგამარჯვებინო და მართლაც ისტორიაში ვხედავთ თუ დაუჯერებთ მე მაგალითად ებრაელების ისტორია იქნება, გერმანელების ისტორია იქნება, ფრანგების ისტორია თუ რუსების ისტორია თუ ჩინელების ისტორია, რაც კარგია და რაც ღმერთთან დაკავშირებულია, ყველას ვაღიარებ და ყველას მივიღებ. ამიტომ მისაღები ეს გედეონის ცხოვრება და ისტორიაცა და თუ ჩვენ ღმერთზე დაიმედებულები ვიქნებთ გულწრფელად და ისე კი არა რომ სანამ შენი არჩევნებისთვის გჭირდება და კელაპტრები 2 მეტრიანი გიჭერია და ხალხს ატყვიებ რომ სარწმუნოება გაქვს და შენი გული კი ღმერთიდან შორს არის ხო ესეთი ადამიანები გამარჯვებას ერთს ვერ მოუტანენ. ვლოცავ ჩვენს ერთსა რომ ნამდვილი ჭეშმარიტი მორწმუნე ერი ყოფილიყო ჩემო სიხარულო.